საქართველოს პირველი რესპუბლიკის ანექსიიდან 104 წელი გავიდა. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 1921 წლის 25 თებერვალმა მძიმე კვალი დატოვა ქართველი ხალხისა და საქართველოს ისტორიაში. წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და საბჭოთა ოკუპაციის თარიღს ეხმიანება. 1921 წლის 25 თებერვალმა მძიმე კვალი დატოვა ქართველი ხალხისა და საქართველოს ისტორიაში. მტრის დიდი უპირატესობის მიუხედავად ქართველმა მებრძოლებმა მაქსიმუმი გააკეთეს საკუთარი სამშობლოს დასაცავად. სწორედ ამ ადამიანების გმირულმა თავდადებამ გადაარჩინა დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს იდეა, რომელმაც მრავალწლოვან ოკუპაციას გაუძლო და საბოლოოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით გამოიხადა. პატივს მივაგებთ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ თითოეულ მებრძოლს, რომელთა თავგანწირვა მართლაც დაუდებელია. დღევანდელი დღესდღეველი მუდამ გვახსენებდეს, რამდენად ძვირფასია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და რამხელა სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გუმართებს თითოეულ ჩვენგანს. დიდება და მარადიული ხსოვნა სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს.